მოგესალმებით, უყურებთ ახალბებს პირველზე მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს და დაამტკიცებს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. კანონპროექტი მანამდე მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე განიხილეს. თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინაციას უზრუნველყოფს. როგორც სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, ინიციატივა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე მთავრობის ეფექტური პასუხი. მინდა აქედანვე წარმატება უსურვო მამუკა მდინარაძეს მის ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. მნიშვნელოვანი არის, რომ კოორდინაცია სამართალდამცავი ორგანოების იყოს დღევანდელი გამოწვევის პირობებში იყოს ეფექტიანი. სხვა შორის ეს არ არის მხოლოდ ქართული გამოცდილება, თუ ნახავთ თქვენ სხვა ქვეყნებს, საფრანგეთს, პოლონეთს და სხვა ქვეყნებს, ყველგან საჭიროება დადგა კოორდინაციისა, სპეციალური კოორდინაციისა სამართალდამცავ უწყებებთან, ასევე სპეციალურ სამსახურებთან, ასე რომ მით უმეტეს ჩვენი რეგიონისთვის, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე ერთის მხრივ და იმ გეგმების ფონზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დასახა ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც მისი არჩევა მოხდა, რომ მოხდეს კორუფციის მინიმალურ დონემდე დაყვანა, მოხდეს დანაშაულებების განსაკუთრებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულად სამთავრობო სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ჰქონდა კონსულტაციები, იყო კითხვები, პასუხებიც იყო ჩვენი მხრიდან გარკვეული კომპრომისი, შეჯერებული საკითხი გამოვიდა და აქედან გამომდინარე რეგიონში, მსოფლიოში არსებობს ძალიან დიდი გამოწვევები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მათ შორის რაც ჩვენ ვნახეთ პრემიერის განცხადებაც ეს ემსახურება გაზდას იმ უსაფრთხოების ზომებისა, რომელიც უნდა იყოს საქართველოში. ამიტომ ჩვენ ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ექნება მხარდაჭერა ამ კანონპროექტს. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ჩვენი მოქალაქისთვის არის სავსებით გასაგები თუ რა დიდი მნიშვნელობა გააჩნია სამართალდამცავი ორგანოების მწყობრ და წარმატებულ ფუნქციონირებას, თუმცა ამ წიაღში კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის კოორდინაცია, რომელიც უნდა არსებობდეს ამ უწყებების შორის ყველა იმ ამოცანის ეფექტური დაძლევისთვის, რაც სახელმწიფოს წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. ამიტომაც ბუნებრივია და გასაკვირიც არ არის, რომ ცვლილება, რომელიც ხელს უწყობს და აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას, არ არის მისაღები რადიკალური ოპოზიციისთვის. საკადრო ცვლილებებსა და ოპოზიციის სპეკულაციებზე დღეს კომენტარი მთავრობის მეთაურმაც გააკეთა. ირაკლი კობახიძის განმარტებით აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა და ამ კუთხით ოპოზიციის სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს. პრემიერის თქმით, მინისტრის პოსტი პოლიტიკური თანამდებობაა და მიზანშეწონილია, რომ ვინც ინიშნება პოლიტიკურ თანამდებობაზე, მას პოლიტიკური წარსულიც ჰქონდეს. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი და ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს და ამ თანამდებობას, როგორც მოგხსენებათ, დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება, რა თქმა უნდა, საზოგადოება მას ძალიან კარგად ხედავს. სინამდვილეში ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში. როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და სხვები და საუბრობენ მაგალითად სამინისტროზე, ეს უკვე აჩვენებს იმას, რომ რამდენად არაკომპეტენტურები არიან ესენი. სინამდვილეში არის ერთ-ერთი განსხვავება მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის, რომ მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრი არის დაგავებული კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით სამინისტროს გარეშე. ანუ სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე ჩვენი კანონმდებლობის თანახმად და საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად. როდესაც ასე დროს პოლიტიკოსები თუ მედიის წარმომადგენლები თუ სხვები საუბრობენ იმაზე, რომ სამინისტრო არის ასე ვთქვათ სუსტად წარმოადგენელი, ეს უკვე მათ კომპეტენციაზე მეტყველებს.
პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს უსმენს. მიხეილ სარჯველაძე საკანონმდებლო ორგანოში გახარიას გუნდის წევრებმა დაიბარეს. მინისტრთან 24 კითხვაა გაგზავნილი, მათ შორის არის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, შშმ-პირთა ხელშეწყობა, ფარმაცევტული ბაზარი, DRG სისტემა, საზღვარგარეთ მკურნალობის სტატისტიკა, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და ნარკომოხმარება. ჩემი კოლეგა ნინი სალუქვაძე აშუქებს მინისტრის ინტერპელაციას, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება პარლამენტიდან. ნინი გისმენთ. დიახ, ტრადიციულად ოპოზიციამ ამ შემთხვევაში კი უკვე პარტია საქართველოსთვის წევრებმა კითხვების დასმის დრო გამოიყენა პოლიტიკური განცხადებებისთვის. ამის შემდეგ უკვე ტრიბუნა დაიკავა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. გახარია საქართველოსთვის წევრის გამოსვლას უწოდა პოპულიზმი და უტიფრობა და მინისტრმა აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში ოპოზიცია, ამ შემთხვევაში კი უკვე გახარიას პარტია, გარკვეული საკითხების გამოყენებას პოლიტიკური დივიდენდების მიღებისთვის ცდილობს, რის შესაძლებლობასაც, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო არავის მისცემს. ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხზე და რაც შეეხება უშუალოდ იმ მედიკამენტს, რომელსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ითხოვენ. მინისტრი საერთაშორისო კვლევებსა და სხვადასხვა წამყვანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დღეს მსოფლიოში არ არსებობს წამალი, რომელიც დაავადებას კურნავს, ახალი თერაპიები კი დაავადების მხოლოდ შენელებას ცდილობს, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც, როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებობს კითხვის ნიშნები. მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა ევროპის და ამერიკის წამლის მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნების შესახებაც, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილი წამლების გამოყენება, მათ შორის არის ეილებიდი, სერიოზულ გვერდით ეფექტებს და რიგ შემთხვევაში ფატალურ შემთხვევებსაც იწვევს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას მკურნალობის ეფექტიანობის გასაზრდელად და ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. მინისტრმა დღეს ასევე უპასუხა ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ რამდენიმე დეზინფორმაციასაც. ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ქვია. და სიტყვა უსინდისობასაც, სიტყვა პოლიტიკურის დაყოლებაც აღარ უნდა. ეს არის უბრალო ადამიანური უსინდისობა. უტიფრობა იმავდროულად და ჩემდა გასაკვირად სხვათა შორის დიდი დილეტანტიზმიც. დილეტანტიზმიც და იმავდროულად ამორალობაც. პატივისცემას კი ნამდვილად არ იმსახურებს ოპოზიციის მიერ ჯანდაცვასთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 24 თემის კითხვის სახით ჩამოწერა, რაზედაც ყური მოუკრავთ, როგორც ჩანს, და ამისთვის სულ 3 საათიანი პროცედურის გამოყენება. ეს მეტყველებს ოპოზიციის სრულიად ზერელე და ზედაპირულ დამოკიდებულებაზე. ცდილობენ მაგალითად სამინისტროს პოზიციის მანკიერად ინტერპრეტირებას, ართქმულის დაბრალებას, რომ მოგვეწეროს ისეთი რამ, რაც ჩვენ არ გვითქვამს, ანუ ცილის წამება ქვია ამას, და შემდეგ ამის დისკრედიტაციას. ჩემი მიზანია და ჩემი სურვილია მშობლებთან ერთად ვიმუშაოთ და პირველი მივიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც არსებობს და დღეს მოგახსენებთ, რამდენად ლეგიტიმურია თითოეული ის კითხვა, რომელიც არსებობს. და გავაუმჯობესოთ აუცილებლად მკურნალობის ეფექტიანობა თითოეული პაციენტისთვის. ახლა მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს რეალურად, რომ რამენაირად მშობლები იდგნენ ქუჩაში და არაფერი გაკეთდეს. ეს მათ აწყობთ და ნებსით უნებლიეთ ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან. რადგან ამაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას. ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ამიტომაც სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, როგორც აღინიშნა, შედეგისთვის და არა პოლიტიკური ქულების დასაწერად. ბევრი ოპოზიციის წარმომადგენლისთვის ეს სახელიც დაავადების სანამ ცნობილი გახდებოდა, რამდენჯერ გაიმართა შეხვედრა, რომელიც იყო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გამონახულიყო ნამდვილი საშუალება თითოეული პაციენტის დახმარებისთვის. ისეთ განცხადებებზე, რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებ ბევრს, რომ თითქოს და რომელიმე მშობლისთვის მithქვამს, ესეც მომაწერეს, რომ თუ 5 წელზე ნაკლები სიცოცხლე აქვს ვინმეს დარჩენილი, მას წამალი არ ეკუთვნის. მსგავსი რამ არასდროს გვითქვამს და არც მე და არც რომელიმე ჩვენს თანამშრომელს შეხვედრებისას. არც გვიფიქრია და ვაცხადებ ამას სრული პასუხისმგებლობით. ეს არის უბრალოდ ტყუილი. ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორე ხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება. თუმცა კი მარკეტინგულ მაღალ ინტერესს კი ნამდვილად განაპირობებს მათთვის
ვინც ამაზე ხელის მოთმობას ცდილობს. ამ მედიკამენტების ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელსაც მოიტანს მედიკამენტი. მათ შორის ეტლის საჭიროების გახანგრძლივებაც. უბრალოდ საჭიროა, რომ ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს და არ ქმნიდეს სასიცოცხლო საფრთხეებს და არა უბრალოდ არასწორ შთაბეჭდილებებს ბადებდეს. პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, არამედ ბავშვს უშველის წამალი, სწორი და რეალური წამალი. ამათ შორის სხვაობას მე მგონი უნდა პოულობდეთ. ერთადერთი განსახილველი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის ეს წამალი ის წამალი, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების შექმნის გარეშე. მე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯოლაძე ამ წუთებშიც პასუხობს ოპოზიციის კითხვებს. შეგახსენებთ, რომ ინტერპელაციის წესით მიხეილ სარჯოლაძე გახარია საქართველოსთვის წევრებმა დაიბარეს კითხვები, მათ შორის ეხება ონკოპაციენტებისთვის სამკურნალო პროგრამას, ასევე DRG პროგრამას, ნარკოპოლიტიკას და სხვა საკითხებს. მადლობა ნინი საულქვაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსმა რეგიონში დაანონსებული გასვლები ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა ეგრეთ წოდებული ოპოზიციური გაერთიანება ადგილობრივი მოსახლეობის ნაცვლად პარტ-აქტივს ხდება. დასწრება წინასწარი რეგისტრაციის შედეგად ხდება სპეციალური ფორმის შევსების შემდეგ კი მონაწილეობას მხოლოდ ის ადამიანები ახერხებენ, რომლებიც პარტიულ ფილტრს გაივლიან. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსის შეხვედრებში არ მონაწილეობს ნაციონალური მოძრაობა პარტიის წევრების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადგილზე არ ყოფილან, მაინც ჯერათ რომ დასწრება თავისუფალია. სახელმწიფო გუნდში კი აცხადებენ, რომ რადიკალურ ოპოზიციას ხალხთან ურთიერთობის რესურსი არ აქვს, რადგან საზოგადოებას მათი რეჟიმის სასტიკი ქმედებები ახსოვს და მათ მიმართ არანაირი ნდობა არ გააჩნიათ. ჩვენ არ ვესწრებოდით ამ კონკრეტულ შეხვედრას ტექნიკური მიზეზების გამო და მე დარწმუნებულია, რომ ღია იქნებოდა შეხვედრა. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, მათ შორის არ აქვთ ხალხთან ურთიერთობის რესურსი. ეს არის საერთო მდგომარეობა, რაც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში. თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, ხო, იმ 9 წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც აქვთ გასული 14 წლის განმავლობაში შექმნილი. თვითონვე მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, იმიტომ რომ სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს. შესაბამისად, საზოგადოებამდე მისასვლელი პირი მათ მონებრივი არ აქვთ. ეს არის სალონური საუბრები, რომლებიც მათ აქვთ ხოლმე ბრიუსელიდან და სხვა ქალაქებიდან, ასე ვთქვათ, როგორც სტილი ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ მათ არ ესმით, რას ნიშნავს საქართველო, ქართველი ხალხი, ხალხთან ურთიერთობა. ფორმალობისთვის უნდა მოინიშნონ, რომ ქონათ რაღაც შეხვედრა, რომ შემდეგ შეატყობინონ მათ დამფინანსებლებს საზღვარგარეთ, რომ თითქოს რაღაც შეხვედრა ქონდათ. ამიტომაც არ უნდათ მათთვის არასასურველი ხალხის ყოფნა ასეთ შეხვედრებზე, რომ მე ასე ვთქვათ შესაბამისად შეძლონ გაბევრება ხოლმე საკუთარი შეხვედრებზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. გონიათ, რომ ჰერჩისკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვით, ეს არის მათთვის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი, არა და პირიქით არის. რამდენჯერაც მას ჰერჩისკი თუ სხვა ელჩი შეაქებთ, ზუსტად იმდენი ხმა დააკდებათ საქართველოს მოსახლეობისგან. ვინაიდან საქართველოს დიდი ხანია უარი თქვა სატელიტობაზე, დიდი ხანია უარი თქვა ვასალობაზე, როდესაც საბჭოთა კავშირს ჩვენ არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ და ვასალობაში ვერავინ ვერ მიგვაბუდეს. პატრიარქის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რადიკალები ეკლესიას ისევ თავს ესხმიან. პატრიარქი მოკვდა გაუმარჯოს ეგზარქოს. ეს არის პოსტი, რომელიც გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. რადიკალების მხრიდან ეკლესიის მიმართ სიძულვის ენის გამოყენება არ უკვირთ. სახელმწიფო გუნდში მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ კამპანია რადიკალების მხრიდან აქამდეც არაერთხელ ყოფილა და მასში ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსები, არამედ მთელი პარტიული სპექტრი, მედია და NGO-ები, თუმცა ხელისუფლებამ შეძნო და კონტრკამპანიით და დიდი ძალისხმევით ეს პროცესი შეაჩერა. როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმას, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როდესაც
უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედაეკლესიას, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება და ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახეს. თქვენ გახსოვთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთეული პოლიტიკოსები, მთელი სპექტრი. ეს იყო პარტიული სპექტრი, ეს იყო მედია და ეს იყო NGO-ები, ყველა ერთად იყო ჩართული ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს კამპანია შეგვენელებინა და შეგვეჩერებინა. მთელი კონტრკამპანია დაგვჭირდა ამისათვის და საბოლოო ჯამში მივახციეთ მიზანს, მაგრამ ეს იყო ურთულესი ამოცანა, რომ მათი უცხოელი მეგობრები კარნახობდნენ ასეთი კამპანიის წარმართვას და კიდევ ერთხელ პარტიები, NGO-ები მედია საშუალებები ყველა იყო ჩართული ამ უძიმესი კამპანიის წარმოებაში, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი კონტრკამპანიით. ეხლა ცდილობენ წამოიწყონ ახალი კამპანია, გამოდიან ასეთი განცხადებებით, რა თქმა უნდა, ამასაც ვერ ექნება წარმატება, ბუნებრივია ჩვენი ეკლესია იქნება მტკიცე და ძლიერი, როგორც იყო აქამდე და იგივე შემიძლია თქვა ქართულ სახელმწიფოზე, როგორც არ უნდა სცადოს რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული სახელმწიფო იქნება მტკიცე და ძლიერი მომავალშიც. ის რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ასე ვთქვათ ეს ზიზღი ჩამოყალიბებული ეკლესიის მიმართ, ამაში ახალი არაფერი არ არის. ჩვენ უნდა დავაკვირდოთ მხოლოდ ერთ რამეს ამის შემდეგ. აი გიგი უგულავა, სხვათა განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, არჩილ გამზარდია, ვიღაც სხვებისაც. ჩვენ დავაკვირდეთ ამ ხალხს ვინ ჩამოართმევს ხელს, რომელი უცხოელი. ვინაიდან ეს ხალხი ამ განცხადებებს აკეთებს, არა იციან რომ ქართველები მათ შეაჩვენებენ და პასუხს მიიღებენ იმისთვის, რომ თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას. ამ ყველაფერს ისინი აკეთებენ ეგუებიან ქართველი ხალხის რეაქციას იმის გამო, რომ თავი მოაწონონ თავის უცხოელ დამკვეთებს. ამიტომ შევხედოთ ვისთან იქნებიან შეხვედრაზე, ვინ რომელ საელჩოში შევლენ და გამოვლენ, ვინ ჩამოართვეს მათ ხელს და ვიცოდეთ, ვინც მათ ხელს ჩამოართვებს, ისინი არიან ის ელჩები და ის უცხოელები არიან, ვინც აკეზებენ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამ კამპანიას. იმ წიაღიდან საიდანაც იგი უგულავა მოდის და იმ მოცემულობაში, სადაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რას ნიშნავს ნაციონალური მოძრაობა, როგორი ანტიქართული, ანტიეკლესიური ძალა ეს ყველაფერი თვით პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მის დასაფლავებამდეც კი ვერ იკავებდნენ თავს და აი ამ სრულიად საქართველოს მიერ გამოვლენილი, გამორჩეული მოცემულობის აი იმ რიგების ფონზეც კი, რომელიც სამის ეკლესიაში განუწყვეტლივ იდგა, ისინი ახერხებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ დედაეკლესიას, გარდაცვლილ პატრიარქს. რა შემთხვევაში გახდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები? ევრობიუროკრატია ამტკიცებს, რომ მოლდოვა და უკრაინა წინ არიან ევროინტეგრაციის პროცესში, თუმცა ამის პარალელურად მოლდოვის პრეზიდენტმა ფაქტობრივად დაიწყო ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანების პროცესისთვის მზადება. მაია სანდუღიად ამბობს, რომ ორი ქვეყნის შეერთებამ შესაძლოა მოლდოვას ევროკავშირში უფრო სწრაფად გაწევრიანების საშუალება მისცეს. რაც შეეხება უკრაინას, გერმანიის კანცლერი ვარაუდობს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ტერიტორიების დათმობა მოუწევს. ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება საუბრობენ სახელმწიფო გუნდში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით იმ ფონზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვაში კორუფცია ყვავის, საუბრები თითქოს მოლდოვა ან უკრაინა წინ უსწრებს საქართველოს, არის ცარიელი სპეკულაციები, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო 5 წელში 14 მილიარდი დოლარით გაიზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის. მართლ გუნდში განმარტავენ, რომ სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას არ განიხილავს. ყველა ხედავთ რა მდგომარეობა ორივე ქვეყანაში, უკრაინაში არის შექმნილი სამწუხაროდ უმძიმესი მდგომარეობა 2022 წლის შემდეგ. იცით როგორ მძიმედ განვითარდა პროცესები ამ ქვეყანაში, რაც ჩვენთვის არის ძალიან გულდასაწყვეტი, ეს არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ხალხი. თუმცა ხედავთ რა მდგომარეობა შექმნილი, ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი მდგომარეობა, კორუფცია ყვავის. ეს არის ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს არის უკრაინაში შექმნილი. რაც შეეხება მოლდოვაც არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. ეს აისახება მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზე. რეალურად ჩვენ ამ წლების განმავლობაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში
2022 წლიდან მოყოლებელი მოახერხეთ დაახლოებით 14 მილიარდი დოლარით გაგვეზარდა სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. ეს არის რა თქმა უნდა მათ შორის კორუფციის შედეგი, ინსტიტუციური კრიზისის შედეგი, რომელიც არის შექმნილი მოლდოვაში. ეს არის საერთო სურათი. ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა აწინოსრებს საქართველოს არის რა თქმა უნდა ცარიელი სპეკულაცია. მერცის განცხადების შემთხვევაში გულისხმობს, რომ თუ ქვეყანას უკრაინას უნდა წევრობა, მან უნდა ტერიტორიებზე საკუთარი იურისდიქცია და სუვერენიტეტი დათმოს და მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ უნდა მოლდოვას წევრობა ევროკავშირში, მან საერთოდ სახელმწიფო სუვერენიტეტი არათუ დათმოს, სახელმწიფო უნდა გააუქმოს. და ოდესაც ჩვენ მაგალითად გვიყენებენ ხოლმე უკრაინას და მოლდოვას, მინდა ყველას უთხრა. ევროკავშირშიც, ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ უკრაინული და მოლდოვური გზა ევროინტეგრაციის არ არის ქართული გზა და საქართველო არასდროს დადგება უკრაინის და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობით და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას. ზუსტად ეს ნიშნავს, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს თვითმიზანი. აი ეს არის თვითმიზნობის შედეგი. მოლდოვის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რომ დამოუკიდებელი არ არის, აქ ძალიან კარგად ჩანს, მისი არჩევა როგორ მოხდა საზოგადოებამ კარგად იცის, უცხოეთიდან პრაქტიკულად ხონჩით მიართვეს ამ ქვეყნის პრეზიდენტობა, ახლა არადამოუკიდებელი პრეზიდენტს სურს, რომ ასევე არადამოუკიდებელი გახადოს ის ქვეყანა, რომლის ლიდერიც არის. სად არის ის დანაპირები, რომელიც მიდიოდა უკრაინისადმი? ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარებული წესით არ ხდება და ამის შესახებ არაერთი სიტყვა. ნატოსში გაწევრიანების თემა საერთოდ მე მგონი ამოღებულია დღის წესრიგიდან და ომმა მილიონობით ადამიანი დახოცა, დააზიანა ქვეყანა და შედეგი არის ის, რომ ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე შესაძლოა მშვიდობა იყოს მიღწეული. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტი თავად ამბობს უარს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტზე. ამაზე მეტი რა შეიძლება გაუკეთოს ცუდი თავის სახელმწიფოს პირველმა პირმა. ხო, ამბობენ რომ მოლდოვა ჩვენზე წინ არის. აგე მოლდოვა ამბობს რომ შეუერთება ევროკავშირის წევრ ქვეყანას და ამით გახდება ევროკავშირის წევრი. ანუ კარგი გზა ნახა. და ეხლა გითხრან აქაურმა ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა, აბა რას უსურვებენ საქართველოს, რომელ ქვეყანას შეუერთეთ მათი აზრით. ახლა გამოგძანდნენ და თქვან უცხოეთიდან თუ საქართველოსდან ის ადამიანები, ვინც ამბობდა რომ უკრაინამ გაგვასწრო ჩვენ და ჩვენ ჩამოვრჩით ამ მოვლენებს. აბა სად არის ახლა უკრაინა? ნატოშია, ევროკავშირშია, გაერთიანებულია, თუ რას პასუხობენ უკრაინას? არც ნატოში მიგიღებთო ეუბნებიან, არც ევროკავშირშიო, მეტიც ტერიტორიების დათმობა მოგიწევთო. ამაზე ეუბნებიან მათი ვითომ პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც თავის დროზე უბიძგებდნენ უკრაინას, რომ მიდი იომე რუსეთთან ჩვენ აქვთ გავართო და ეხლა სადგანან. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, მეტადონი, ბუპრენოფრინი, მარიხუანა, ასევე ცეცხლსასროლი არაღები და საბრძოლო მასალა. პოლიციამ მოსამართლის განჩნების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდით მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ასევე აღკვეთილია ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ჩემოტანის ფაქტი. პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქე დააკავა, რომლის პირადი ჩხეკის შედეგად ამოღებულია ბუპრენოფრინის შემცველი 2500-ზე აბზე მეტი. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 პირი და ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპიული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებებით დაფასობებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხეკის შედეგადაც ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენოფრინის შემცველი 2500 აბზე მეტი. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა პარტნიორობის მიმართულებები, პროექტების პროგრესი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად პროექტ გრაილის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილდა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მიწის ადმინისტრირების სერვისების გაუმჯობესებასა და ციფრული მმართველობის
სისტემების შემდგომ გაძლიერებაზე. მხარეებმა პროექტების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიღწეულ პროგრესზე და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარების შესაძლებლობები. შეხვედრა გავმართეთ სოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან, ვისაუბრეთ იმ მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობის შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სიბრსაჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლიო ბანკს შორის. ერთმანეთს მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ და ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო თანამშრომლობაზე. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სოფლიო ბანკის მიერ პროექტის შედეგები მაღალ დონეზე არის შეფასებული და იგეგმება, რომ ის რეფორმები, რომელიც საქართველოს მიერ არის განხორციელებული, როგორც მოდელი გაზიარებული იყოს სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვიმყოფებით აქ, მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში ვაშინგტონში. გვქონდა შეხვედრა პროექტზე მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა. მის ინოვაციურ შედეგებსა და წარმატებაზე. მართლაც საოცარია იმის ნახვა, თუ რამდენად განვითარდა პროექტი და რამდენად წარმატებულია იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობა. მათ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს მოქალაქეებისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ინოვაციური პროდუქტების მთელი სპექტრის განვითარების კუთხით, მათ შორის გონიერი კონტრაქტისა და ახლა უძრავი ქონების ტოკენიზაციის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ მოუთმელად ველოდებით იმ ახალი ინოვაციის შედეგებს და როგორც ყოველთვის მოხარულები ვართ, რომ მხარს უჭერთ საქმიანობაში იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს ერისიონს არსებობის ისტორიაში პირველად საკუთარი შენობა აქვს. 4080 კვადრატული მეტრი თანამედროვე სტანდარტების ნაგებობა მოიცავს 2 სარეპეტიციო დარბაზს, აქედან ერთ-ერთი საკონცერტო დანიშნულებისაც არის, რომელშიც 100-მდე მაყურებელი ეტევა. ერისიონის სკოლა სტუდიის 900-მდე ბავშვისთვის სარეპეტიციო სამდარბაზს, მსახიობების საგრიმიოროებს, ხმის ჩამწერ სტუდიას, ანსამბლის ადმინისტრაციის საოფისე სივრცეებს, სცენო სამოსის შექმნას შესანახ სივრცეებს აერთიანებს. შენობაში შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის მოწყობილია პანდუსები და ლიფტი. ხედაგუროვის ქუჩაზე 26 ნომერში მდებარე ნაგებობის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შენობის რეაბილიტაციისთვის ამ ეტაპისთვის დაიხარჯა 21 მილიონ ლარზე მეტი. ანსამბლს შენობა 2025 წელს სარგებლობაში უვადოდ გადაეცა. იცით რა მხელა ამ ანსამბლის წვლილი ჩვენი კულტურის განვითარებაში, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და რა თქმა უნდა ახალი სასახლე, ახალი შენობა მისცემს მათ საშუალებას, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ მომავალში და გააგრძელონ ის საქმე, რომელიც აწრიულების წინ დაიწყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კულტურის განვითარებისთვის. მადლობა მინდა გადავხადო ყველას, ვინც წამოიწყო ეს საქმე, ქალბატონ თეაძულუბიანს, რომლის დროსაც დაიწყო ეს საქმე და ქალბატონ თიგარუხაძეს მინდა გადავხადო. მადლობა, რომელმაც წარმატებით მიიყვანა ბოლომდე ეს წამოწყებული საქმე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ სასახლის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანად ქართული კულტურის განვითარებისთვის. დღეს ერისიონისთვის ახალი ფურცელი იშლება. არაფერი სიახლე იმაში არ არის, რომ ისინი საუკეთესოდ აკეთებენ თავის საქმეს და სწორედ ამიტომაც ჩვენი გუნდით ბედნიერებაა, რომ ჩვენი გუნდის დროს ქალბატონი თეაძულუბიანის დროს დაიწყო ამ შენობის გადაცემის და რემონტის პროცესი და ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ. ეხლა უკვე იმის საშუალებაა, რომ ერისიონს აქვს თავის სახლი და უკვე მარტო ანსამბლი კი არ არის აქ განთავსებული, არამედ ერისიონის ანუ ტრადიციული ხელოვნების სკოლაც, ერისიონის სკოლაც განთავსდა ამ შენობაში. თელმა მსოფლიომ იმისთვის რომ გაიგოს, რომ სულ ამას ვამბობთ, რომ საქართველო არის უნიკალური კულტურის ქვეყანა, ევროპისა და აზიის გასაყარზე, ამ კულტურათა სინთეზით შექმნილი ჩვენი უნიკალური ტრადიციული კულტურა გავაგებინოთ თელ მსოფლიოს ხმამაღლა. ეს არის სწორედ ერისიონის მისია. მთელი ანსამბლის სახელით დიდი მადლობა მინდა უთხრა სახელმწიფოს, კულტურის სამინისტროს, რომ აი საოცარი დღე გვაჩუქეს და ესეთ საოცარი შენობა გადმოგვეცა. გათვალისწინებულია აბსოლუტურად თითოეული მსახიობის ყველა პირობა, ესე ვთქვათ, ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მათ ბოლომდე დაიხარჯნონ იმისთვის, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი კულტურა მსოფლიოში და რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს ვაჩვენოთ თუ რა ტრადიციების მატარებელი ადამიანები ვართ.
თბილისის მერია 1 მაისიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას იწყებს. გამოკვლევა ჩაუტარდება დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს. როგორც კახაკალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე აღნიშნა, სკრინინგის პროგრამის დეტალები, მათ შორის ასაკი, ონკოლოგიის, რადიოლოგიისა და პულმონოლოგიის დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განისაზღვრა პროგრამის ფარგლებში შეიჩნენ წამყვანი კლინიკები და საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტები. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ დედაქალაქში თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს. ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩასართავად თბილისის მერიამ შეარჩია წამყვანი კლინიკები, რომლებიც საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტებისა და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ხაზის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ ეტაპზე პროგრამას თბილისის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარე 16 სამედიცინო დაწესებულება მოემსახურება. დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. თბილისის მერმა დღეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. ახალი სკვერი ეწყობა მუხიანის მე-4 მიკრორაიონში და ვაკეში ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონში. აქტიურად გრძელდება ქუჩების რეაბილიტაციაც ნაძალადევის რაიონში. კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური მოწყობა ხორციელდება საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ. დიდ დიღომში ბაგრატ მესამის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებენ. კეთილმოიწყობა როსტევანის ქუჩაც. გლანის რაიონის გამგეობა მუხიანის მე-4 მიკრორაიონის ნომერ 52 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, საკანელას კამები, დამონტაჟდება განათებისა და სარწყავი სისტემები. ცუბიძის მე-2 მიკრორაიონის ნომერ მეორე კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის განახლების სამუშაოები დაიწყო. ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება, კონკრეტულად ეგრეთ წოდებული სამკუთხედი ბაღის მიმდებარედ ანდრია ციკლაურის ქუჩაზე. აქ დაახლოებით 4000 კვადრატულ მეტრზე არის საუბარი, სანიაღრო ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ესე იგი, უმძიმესი მდგომარეობა იყო აღნიშნულ ქუჩაზე. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში ბაგრატ მესამის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღრო ქსელი, ტროტუარი, 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში როსტევანის ქუჩის რეაბილიტაციასაც ახორციელებს. საქართველოს 20 წლამდელთა მსოფლიო თასის სახით FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს უმასპინძლებს. სიახლე ფეხბურთის გულშემატკივრებს დღეს დედაქალაქის მერმა მიულოცა. კახაკალაძის განცხადებით, მსგავსი ტურნირის მასპინძლობა პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, ეს არის დასტური იმისა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს სპორტის მიმართულებით, მათ შორის ფეხბურთის განვითარებისთვის, ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ქალაქებსა და რაიონებში. საქართველოს და სომხეთი FIFA-ს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს უმასპინძლებენ. მსოფლიო დონის მსგავსი ტურნირის მასპინძლობა უდიდეს პატივთან ერთად არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს არის დასტური იმისა, რომ ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება წევს ზოგადად სპორტის მიმართულებით და ძალიან ბევრი კარგი პროექტები განხორციელდა, მათ შორის ფეხბურთის განვითარებისთვის, ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ქალაქებში, რაიონებში, თბილისში ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. სპორტის სამინისტროში მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ინიციატივის ფარგლებში სპორტული კომპლექსებისა და საცურაო აუზების მშენებლობისთვის აუცილებელი სტანდარტები და სხვა საჭიროებები განიხილეს. სამუშაო შეხვედრები სპორტულ ფედერაციებთან მომავალშიც გაგრძელდება.
საკითხი ეხებოდა მულტიფუნქციური ობიექტების მშენებლობას. ჩვენ გვინდოდა რომ ფედერაციები შეთანხმებულიყვნენ მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომ მშენებლობის შემდეგ არ ყოფილიყო რაიმე პრობლემა და ეს ჩვეულებრივი მომენტია, სამუშაო პროცესია და ეს სამუშაო პროცესი გაგრძელდება. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი როგორც ფედერაციებს, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდს. აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერას გულისხმობს და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში ეხმარება. ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განვითარება და მათი საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა. პროგრამა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ხორციელდება. მიმდინარე წლიდან სახელმწიფოს მონაწილეობით შემოვიდა ქვეყანაში 4 საერთაშორისო უმაღლესი კლასის აქსელერატორი, სადაც ქართულ სტარტაპებს უკვე აქვთ შესაძლებლობა რომ მიიღონ უნიკალური ცოდნა, გამოცდილება საკუთარი პროდუქტის განვითარების, ინვესტორებთან მუშაობის, კლიენტებთან მუშაობის. ეს რა თქმა უნდა ასევე ხელს უწყობს და ზრდის საქართველოს ეკოსისტემის მიმზიდველობას რეგიონული სტარტაპების მხრიდან, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ, მათ შორის იმ საკანონმდებლო და იურიდიული სტატუსებიდან გამომდინარე, რაც მინიჭებული აქვს სტარტაპებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თითოეული ქართველი სტარტაპერისთვის, ინოვატორებისთვის, რომლებიც მუშაობენ ახალ ინოვაციურ იდეებზე, მივიდნენ, გაიარონ აქსელერაციის პროგრამა, მიიღონ საერთაშორისო დონის წამყვანი ცოდნა, გამოცდილება, მენტორშიპი და ამასთან ერთად ისარგებლონ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსებით 200,000 ლარამდე თითოეულ სტარტაპთან მიმართებაში. 14 წლის ნიკოლოს ქურაზბედიან საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოზარს იშვიათი და აუთისებიანი სიმსივნე იუნგის სარკომა აქვს უკვე დაასრულა ქიმიოთერაპიის კურსი, თუმცა ახლა გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ დროისათვის მას $75,000 ესაჭიროება. მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომა. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ. ეს ყოველდღიური ინფორმაცია პირველზე ერთმანეთს ზუსტად 4-ზე შევხვდებით დროებით.